საქართველო იწყება ნებოძირი. ჩემთვის საქართველო არის ნებოძირი. აი აქედან იწყება ჩემი საქართველო. Დილიჩენს ბაღში ვღიღინებ ღამით ყვავილებს და რაჯო პირველად შენ გამიღიმე და მერე შენ მაღაღაჩო ხაღაჩო მაგშენი ბაღის გიჟრის წამწამა ხაღაჩო მე ყოველ ღამე მიღინის როცა ყვავილებს და რაჯო ხაღაჩო მაგშენი ბაღის გიჟრის წამწამა ხაღაჩო მე ყოველ ღამე მიღინის მაშასე ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ვიწყებთ ახალ პროექტს რეპორტაჟი ხარაგაულიდან. მე ვარ ნინო ლაცაბიძე, ამ სოფლის მკვიდრი ვარ. ცხოვრობ ამ სოფელში, დავიბადე, გავიზარდე. აქვე გავთხოვდე. ყავს მეუღლე, არაჩვეულებრივი მეუღლე, არაჩვეულებრივი შვილები, ქალვაჟი, ყავს შვილიშვილები, ორი პატარა გვრიტი. საყვარელი ჩემი ნენე და ალექსანდრე. ყოველი დილა იწყება ასე. ეხლა შემოდგომაა. ძალიან ბევრი საქმეა. დგები დილით ადრე, მივდივარ საქონელთან, ული, ვეფერები, კურდღლებს ვაჭმევ, ვაპურებ. შემდეგ გათმები რა თქმა უნდა ყავს საკმაოდ. ვაჭმევ ული იმათ. მე მივდივარ ყანაში, რა თქმა უნდა, შემოდგომა არის ტარო მოსატეხი, ლობიო ასაღები, თხილი დასაკრები, თხილის წილ საკმაოდ კარგი თხილი, კარგი მოსავალეა. ლობიოც კარგი მოვიდა. როცა ჩემები არიან, აქ ერთად ვხშრომობთ, ერთად, ყველა ერთად, იმიტომ დიდი ადგილები მაქვს საკმაოდ. ერთად ულით ამ ყველაფერს და როცა ხშირად მიწევს მარტო ყოფნა, იმიტომ რომ ყველას თავის საქმეა, სამსახური აქვს და მიწევს მე მარტო ამ ყველაფრის კეთება არ მიჭერს, იმიტომ რომ ეს იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი, იმდენად ჩემია, რომ ძალიან მიყვარს ამის კეთება, აღონც მართლა მიყვარს ამის კეთება. მიხარია კიდეს, აი რომ მაქვს მოსავალი სახლში, იმდენად დოვლათიანი ეს ყველაფერი, იმდენად ფსიამოვნებს, მიხარია ძალიან. ყავს თევზები, პატარა ტბა გვაქვს, საოჯახო ოჯახში, ჩვენთვის. მივიდივარ თევზებს ვაჭმევ, ისეთი საყვარლები არიან. წელს ცოტა ვიზარალეთ ამ თევზებით, მაგრამ იმედი მაქვს ეხლა ისე მოგვიმრავლდება. ისე მე საღამო მოდის, ისე მოდის საქონელი, მოდის ღორი, ისე უნდა მოვარო, მე თონეში პური უნდა მოვაკრა, გამოვაცხო ხაჭაპურები, რა თქმა უნდა. შვილიშვილებს გავუკეთო, ეს ყველაფერი მე მანიჭებს სიამოვნებს, როცა ჩემ ნახილავს, ჩემ გაკეთებულს, ჩემ საყვარელ ადამიანებს ვაგემოვნებიო და იმასაც მოწონთ, რა თქმა უნდა. საქმე ძალიან ბევრია, სოფლად თუ არ გააკეთე, ისე არაფერი არ გექნება და ამიტომ ამ ყველაფერს დიდი სიხარულით ვაკეთებ. შემდეგ მაქვს ჩემი პატარა მოგრძალებული ბაღი, ყვავილების, რომლებიც ძალიან მიყვარან. და ესენი იმდენად მაბედნიერებენ, ისე მიხარია ამათი მოვლა. ვერ წარმოიდგენ როგორ, იმიტომ რომ ყვავილი არის ჩემთვის ყველაფერია. ჩემი საყვარელი ახლობლების შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრების შემდეგ. ძალიან მიყვარს ბაღი, ული, ყვავილებს. ვაკეთებ ასე ჩემ პატარა ოჯახში, ჩემ პატარა ესოში ფუსფუსებ და მიხარია ეს ყველაფერი. ბოსტანი მაქვს კიდე. ბოსტანი, რა თქმა უნდა, იმერეთში ბოსტანის გარეშე როგორ შეიძლება იმერეთში იყოს? არ გქონდეს პრესი, მით უმეტეს იმერეთში. ეს ხო წარმოუდგენელია, მაქვს ბაღი. კარგი ბაღი გვაქვს, მაქვს. არავიშავს. ვერ დავიწუწუნებ. მომყავს წიწაკა, პამიდორი, კიტრი. გოგრა, წვანილები ბევრი, ფინძი, პეტრუშკა, ოქრახუში, ყაბაყი. მიყვარს ბუნებასთან ურთიერთობა, ეს ჩემთვის ეს არის განუყოფელი ნაწილი, მე და ბუნება, იმიტომ რომ თან მიყვარს ძალიან, ძალიან მიყვარს. ხშირად მეუბნევიან, რა გინდა ნინო, დაანებე თავი, ნუ დადიხარ ესე ტყეში. ჩემ მეუღლესაც უთქვამს ხოლმე, არაერთხელ. ნუ წვალობ არ გინდა, მაგრამ მე იმდენად მიყვარს ამ საქონელზე ხშირად მიწევს კილომეტრების გავლა, არაერთი კილომეტრის გავლა. ცხენზეც მჯდარ ვარ და წავს ვარ და მიყვანია აქედან საქონელი ისე. ეს მე თვითონ მიხარია, თვითონ მინდა. რა თქმა უნდა, ოჯახშიც გვჭირდება და გვინდა, მაგრამ ისე რომ მე ვინმე ამას მაძალებდეს, ეს არა, ეს მე თვითონ მინდა. როდესაც ტყეში მივდივარ, იქ ისეთი იმდენი სილამაზე გვხდება, ის ტოტები, ის
ჯირკები ისეთი ლამაზია, ყვავილები სუკულენტებს ჩავრგავ. ტყე იმდენად დოვლათიანი და იმდენი კარგი რამეები მომაქვს, რომ გაგიკვირდებათ იმას, ვერსად ვერც დაინახავთ, ვერც იპოვით ალბათ თუ ტყეში არ წახვედით. ზამთრისთვის ოჯახში რამდენი რამე გჭირდება, რამდენი რამე გინდა სოფლად მით უმეტეს უნდა დაიმარაგოს ყველაფერი მოიტანო ოჯახში, იმიტომ რომ შეიძლება ისე მოთხოვოს თოვლი იმდენად დიდი მოვიდეს, რომ მე ვერ წახვიდე, ვერ მოიტანო თუნდაც ქალაქში რამე მოსატანი თუ გექნება. სახლის გადაკეთება დავიწყეთ. დიზაინერი ჩემი შვილები არიან, ჩემი რძალი მარიამი, ჩემი შვილი შოთა, ნათია. აი ეს ყველაფერი მათი გაკეთებულია, ჩემი შვილის ხელით არის გაკეთებული ერთად. მეც მარ ჩართული ამ ყველაფერს, ჩემი მეუღლე თავის ხელით არის ყველაფერი გაკეთებული. ჩემი შვილის ხელი. ამაზე იმდენად დიდი ბედნიერება ეს ყველაფერი, როცა ჩვენი შექმნილია, ჩვენი გაკეთებულია, ისეთი სიხარულს მგურის ეს ყველაფერი და მაბედნიერებს. ჩემი ქმარშვილი, რა თქმა უნდა, აქტიურად მეხმარებიან, ერთად ვაკეთებ, მაგრამ ხშირად მიწევს, უწევთ ხოლმე წასვლა მათ. სამუშაოდ, რა თქმა უნდა, ყველა არ არის, ჩემი მეუღლე მუშაობს. და მე მიწევს ხოლმე ამ ყველაფრის კეთება მარტო, იმიტომ რომ ვიქრობ, რომ ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენ იმდენად ძლიერები ვართ. ქალი სუსტი არ არის სუსტი ქალი, ქალია ძალიან ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საქმე ბევრი მაქვს, ოჯახში, სამზარეულოში მიყვარს ფუსფუსი, ტრიალი, ნამცხრების კეთება, ტორტების ცხობა. საკმაოდ კარგად გამომდის, ეხლა ისე თავს არ ვიქებ, მაგრამ გამომდის არა უშავს. თქმა უნდა, ვიღლები, ეხლა ეს ბუნებრივი არ ვარ დაიღალო, როცა ფიზიკურად შრომობ, მაგრამ როცა ამას ოჯახისთვის აკეთებ, როცა ამას სიხარულით აკეთებ, როცა ეს ყველაფერი შენი საყვარელი ადამიანებისთვის გინდა, ეს მაბედნიერებს. და ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი ვარ, მათ ვარ ძლიერი. და ისინი ჩემით არიან ძლიერები. და ერთად ისეთ კბილად ვართ. და ბედნიერი ოჯახი მაქვს და მეხარია, რომ მე მადლობელი ვარ უფლის ამ ყველაფრის, რაც მაქვს. და ბედნიერი ვარ კიდე მაშინ, როცა ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველოა ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი. ჩემთვის საქართველო იწყება ნებოძირი. ჩემთვის საქართველო არის ნებოძირი. აი აქედან იწყება ჩემი საქართველო. აი ეს არის ჩემი საქართველო. ჩემი ნებოძირი, ეს არის ჩემთვის ყველაფერი, იმდენად მიყვარს ჩემი სოფელი და ეს სიყვარული დავამტკიცე, რომ იმით დავამტკიცე, რომ აქვე ვარ გათხოვილი. საღამოს ძალიან დაღლილი, როცა სახლში მოვდივარ, დაღლილი. რაღაც არ მასწვენებს, რაღაც ისეთი შინაგანი განწყობა მაქვს, ისეთ მიყვარს რაღაც პოეზია, მიყვარს ლექსები, ბევრ წიგნებს ვკითხულობ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეხლა ამასაც მკრეხელობაში არავინ ჩამომართვას, რომ მე ლექსებს წველ, მაგრამ მიყვარს რაღაცები ჩანაწერების გაკეთება, ჩემი ხალხის მოფერება, ჩემი სოფლის მოფერება და მინდა რაღაც პატარა, ამას ლექსსაც ვერ დავარქმევ, პატარა რაღაც წაგიკითხოს, აი მოფერება, ჩემი ხალხის, ჩემი სოფლის, ჩემი სამშობლოს. ძალიან ისეთი არა, ძალიან მოკრძალებულად მე მომიტევეთ. ისე ლამაზად თენდება ჩვენთან. სულ სხვა ფერია მშვიდი და წყნარი. მძეს ისე ნელა ამოიწვერა, არ შევაწუხო, იფიქრა ხალხი. ჩემი სოფელი ისე ლამაზია, მთის წვერზე ამოსულ ყვავილს ედარება. ეხლა არ ეკითხავთ, ხალხი როგორია, ფრიად განსწავლული, ზრდილი და კეთილია. თბილი მხიარული, აქ სულ ქეიფია. სტუმარი როგორ უყვარს, სულ გულში იხუტებს, ვინც კი ჩამოსულა, ვერასდროს ივიწყებს. ღმერთო როგორ მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ნებოძირი, ჩემი ცისქვეშეთი. ძალიან მიყვარს კითხვა. არ არსებობს დღე, რან არის დაღლილიც არ უნდა ჩემს გონებაში სულ კითხულობ. სულ წიგნებს, ძალიან ბევრ წიგნებს ვკითხულობ. ჩემი საყვარელი მწერალია გურამ თოჩანაშვილი, გალაქტიონი. მიყვარს მისი პოეზია, მისი ლექსების კითხვა. ჩემში ცხოვრობს ორი ადამიანი. მთელი დღის ამდენი შრომის რუტინის შემდეგ, როდესაც ვჩები ჩემს სახლში, ოჯახში, ჩემთავთან მარტო, ჩემში იღვიძებს სულ სხვა ადამიანი, რომელსაც უყვარს ძალიან ხელოვნება, რომელსაც უნდა რომ დაწეროს ლექსი, რომელსაც უნდა რომ წაიკითხოს, დახატოს, ან დაწეროს. აი ეს ადამიანი ხელოვნება იმდენად მიყვარს, რომ იმდენად დევს ჩემში ბუნებაში, იმდენად მაქვს ეს ყველაფერი. თუნდაც ყვავილების ისე დალაგება, ისე დაწყობა, ეს ყველაფერი, ეს ჩემში დევს და მიხარია ეს ყველაფერი. მეგობრებო, ნინოს საქმიანობაზე ერთი ექსპრომტი მიუძღველი. ნინო არის ჩვენი სანიმუშო მეოჯახე დედა, მეურნე და ერთი მაგარი ქართველი ქალი, მანდილოსანი და ნინო, ეს არის ექსპრომტად შეთვის. მთის ძირას კარვი დაბოს, სიო აგრილებს ცეტი,
ეზოში ჩიტთა ტკბილი აქ ჭიკჭიკია მეტი ვითქვა ვერ ხედავ თითქოს უსულგულოა განა ნინოს დანახვით ლაღი ცეკვით შრიალებს ყანა კერის ცეცხლი მოსჩანს სიყვარულისგან თორე ბევრი მინახავს სოფლად გაცივებული თონე შეკიდებულა თითქოს ცაზე მზე როგორც ჭაღი და ყვავილნარის ფერთა ნინოს უღიმის ბაღი ეზო მწვანეზე მწვანე ზეცაზე მეტი ალბათ უყურებს ნინოს გაღიმებული ღმერთი ნინოს გაუმართოს ნინოს გაუმართოს ჩინს ბაღში ვღიღინებ ღამით ყვავილას და რაჯო პირველად შენ გამიღიმე და მე შენ მაგაღაჩო